საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხადე ხოთაძესთან და ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამომშვიდობის. ტრაგედია თბილისში და ოპოზიციისთვის ჩვეული სპეკულაცია თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიული კორპუსის საკითხი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაწყდება. რუსეთიდან დეპორტირებული მძიმე დანაშაულში მხილებული უკრაინის მოქალაქეები საქართველოს საზღვართან ბუფერულ ზონაში იმყოფებიან, რას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უვიზო მიმოსვლის ჩანტაჟის მორიგი უშედეგო სერია ბრიუსელის საქართველოს დასჯაზე ისევ ვერ შეთანხმდა. არის თუ არა ალეკო ელისაშვილი, ლელოსა და გახარიას ალიანსის მაქსიმუმი. არსებული ინფორმაციით ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად დასახელდება. ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან საქართველოდან კიდევ 26 უცხოელი გააძევეს. ლაკერნობა სამეგრელოში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას ხელისუფლების წარმომადგენლების დაესწრა. თევდორე მღვდლის სათნომერთან გზა ისევ გადაკეტილია ავარიული კორპუსიდან მოსახლეობას ნივთები გააქვს. შენობის ბედს ექსპერტიზის დასკვნა გადაწყვეტს. როგორც მერიამ განმარტა, კორპუსი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და სრულად დანგრევა იყო აუცილებელი, მოსახლეობასთან შეთანხმება კი ვერ მოხერხდა. გიორგი აბაზაძე გვერდდება ადგილიდან უახლესი ინფორმაციით. უბედური შემთხვევიდან ზუსტად 25 საათი გავიდა, ბოლო 5 საათზე მეტია კი ამ კორპუსში მცხოვრებლებს საკუთარ სახლებში დროებით შესვლის უფლება აქვთ. ერთადერთი მიზნით ნივთების გამოსატანად და ისიც მხოლოდ მაშველებთან ერთად. გარე პერიმეტრი ყვითელი ლენტითა და ჯებირებით არის შემოსაზღვრული და უსაფრთხოებიდან გამომდინარე ადამიანებს კორპუსთან მიახლოების საშუალება არ აქვთ. აკრძალულია საავტომობილო მოძრაობაც. გუშინდელი ტრაგედიის მიუხედავად დღეს დილამდე ამ შენობაში რჩებოდა 3 ოჯახი, რომელიც ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებდა, ისევე როგორც თავის დროზე ავარიული კორპუსის დემონტაჟზე აცხადებდნენ უარს. ავარიული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებსა და მაღაზიების მეპატრონეებს საკუთარი ნივთები მაშველობის დახმარებით გამოაქვთ. შენობაში შესვლის უფლება დაზარალებულებს დღის მეორე ნახევარში მისცეს, თუმცა მხოლოდ ნაწილს. მეოთხე და მეხუთე სადარბაზოებში, სადაც პარაპეტი ჩამოიშალა, ჯერ დასკვნა ექსპერტებმა უნდა დაწერონ. მათივე კვლევის შედეგებზეა დამოკიდებული კორპუსის სამომავლო ბედიც. შენობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა, მინიჭებული მოსახლეობა არაერთხელ გააფრთხილეს. თუმცა ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლების პროგრამაზე გამგეობის შეთავაზების მიუხედავად, მათი ნაწილი უარს აცხადებდა. ისევე როგორც დღეს დილამდე აცხადებდნენ უარს დაზიანებული შენობიდან გამოსულიყვნენ. კი, ბევრი იყო წინააღმდეგი და ბევრს გადასვლა უნდოდა. ეხა გავდივართ, რომ სახლი ვნახოთ, ვიქირაოთ. იყო ჩანაცვლების პროგრამაზე საუბარი, მაგრამ სრულად არ იყო მოსახლეობა თანახმა და ასე რომ ეს პროგრამა ვერ განხორციელდა სამწუხაროდ. ორჯერ ვიყავით შესული და გამოვიტანე. კიდე შევალთ ალბათ ხვალ, რაც საჭირო იქნება გამოვიტანთ. 94 ადამიანი არის 10 სასტუმროში გადანაწილებული. და აქტიურად კომუნიკაცია გვაქვს როგორც გამგეობის თანამშრომლებს, ისე მაჟორიტარის წარმომადგენლობით ორგანოს მოქალაქეებთან საჭიროებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა ის დახმარება ამოუჩინოთ, რაც სჭირდებათ ამ ადამიანებს პირველ ეტაპზე. მიმდინარეობს მუშაობა და კომუნიკაცია ამ ადამიანებთან მომდევნო პერიოდში თუ როგორ უნდა დავიგეგმოთ. ვიდრე ექსპერტები დასკვნას მოამზადებენ, დროებით სასტუმროში განთავსებულ დაზარალებულებს მალევე ქირით გაიყვანენ. დედაქალაქის მერიაში გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება ამ კორპუსის დემონტაჟი. ოღონდ ეს მოხდება უკვე მოსახლეობასთან შეთანხმებით, მოხდება სრული აღწერა მათი საცხოვრებელი ბინების. შემდგომ განხორციელდება შესაბამის ხელშეკრულების საფუძველზე უკვე, რასაც ეს ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს, ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს ამ კორპუსის უკვე დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი სახლის კორპუსის მშენებლობა. თევდორე მღვდლის 10 ნომერში მდებარე შენობა 2017 წელს გაამაგრეს, მაგრამ ნაგებობა ახლა ავარიულია. სწორედ ამ პრინციპით წამოიწყო დედაქალაქის მთავრობამ ჩანაცვლების პროგრამა, თუმცა ხალხს მერიისთვის არ მიუმართავს. ამ კონკრეტულ შენობაში ხალხი ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან და საუბარი იყო კორპუსის ჩანაცვლებაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ 2021 წელს საზოგადოებას მივეცით დაპირება, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც შევძლებდით ავარიული შენობა ნაგებობის ჩანაცვლებას ქალაქში. ეს პროგრამა არსებობს, მუშაობს, თუმცა არსებობს გამოწვევები, იქიდან გამომდინარე, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის მიღება
ვერ ხერხდება სხვადასხვა მიზეზების გამო. ჩვენ ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს თავაზობთ ქირით უზრუნველყოფას, არაფერი გადასახადი არ ექნება, დროებით მოგვიწევს მათი გაყვანა და დავაბრუნებთ უკვე ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში. შემთხვევის ადგილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჯებირებითაა შემოსაზღვრული. პარაპეტის ნგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. ტრაგედიას სადგურის მოედანთან 2 ადამიანი ემსხვერპლა და 1 დაშავდა, ვიდრე მაშველები ცხედრებს ეძებდნენ. ოპოზიციამ უბედური შემთხვევის სათავისოდ გამოყენებაც მოასწრო მერიაზე თავდასხმას და პოლიტიკური სპექტაკლის დადგმაც. ტრაგედია ოპოზიციისთვის პოლიტიკური საზრდო რომ არის ეს სიახლეს არ წარმოადგენს და სწორედ ამ მანკიერ ტრადიციას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო არღლიანი გვერდება. პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ პარაზიტებს უწოდებს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე წლებია ვიწრო პარტიული ინტერესების მაღლა ვერც ადამიანურ ტრაგედიებს აყენებენ. ასე იყო გუშინაც, მაშინ როცა მაშველები ჯერ კიდევ ცხედრებს ეძებდნენ, ამ თემით სპეკულაციები ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოციალური ქსელით დაიწყეს და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევით თუ მტკიცებულებების გარეშე მათ კონკრეტული ბრალი დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელობას საუყენეს. მართლ პარტიას კი ოპოზიციის სპეკულაციები და ტრაგედიით მანიპულაცია არ აკვირვებს. მართველი პარტია ამბობს, რომ მით უმეტეს საარჩევნო წელს ოპოზიცია მეტის მკადრებელიც არის. თქვენს დღეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ოპონენტებს შეახსენეს ისიც, რომ ქვეყნის უზენაესი კანონით არის დაცული საკუთრების უფლება, შესაბამისად ხელისუფლება ამ შემთხვევაში დედაქალაქის მთავრობა იძულებით საკუთრებიდან ვერავის გამოასახლებდა. თევდორე მღვდლის 10 ნომერში მომხდარი უბედური შემთხვევა ქართულმა ოპოზიციამ პოლიტიკური სპეკულაციის საბაბად აქცია. სპეკულაციები ჯერ კიდევ სამძებრო სამუშაოების დროს დაიწყო და დღეს პოლიტიკური სანახაობის ელემენტებით გაგრძელდა. ნაციონალური მოძრაობა უკვე დაწყებული გამოძიების პარალელურად გამოძიების დაწყებას იმ უწყებისგან ითხოვს, რომელსაც არ ენდობა. ფარულავა ბრალდებებით პროკურატურასთან, ლელო კი შემთხვევის ადგილ სახეზეა არა მხოლოდ დანაშაულებრივი უმოქმედობა, არამედ გულგრილობა და დაუდევრობა. ჩვენ მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას, თუმცა რა თქმა უნდა რეჟიმი არაფერს არ გამოიძიებს და არ გვაქვს მოლოდინი გამოძიების. გარე პერიმეტრი რატო არ იყო დაცული? ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ეს არის პირდაპირ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის გულგრილობა შემეძლია კითხვა. ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ოპოზიციის ნაწილმა მაშინ დაიწყო, როცა მაშველები ცხედრებს ეძებდნენ. უდანაშაულობის პრეზუმპცია დაივიწყეს და ბრალი მტკიცებულებების გარეშე დედაქალაქის მთავრობას დასდეს. ყველაფერზე, აი მერია არის დამნაშავე, კახაკალაძე არის დამნაშავე. ბრალდებების მთავარი ადრესატი ოპონენტების კრიტიკას არიღებს და მათ კონსტიტუციის იმ ნორმას ახსენებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საკუთრების უფლება უზენაესი კანონითაა დაცული. ყველაფერი კარგი თუ ცუდი რაც ხდება ქალაქში, რა თქმა უნდა ეს ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მაგრამ ის რომ თქვენ პოლიტიკურად სპეკულირებთ მუდმივად უბედურ შემთხვევებს ყოველთვის ვცდილობთ რომ აი კახაკალაძე არის დამნაშავე, მერია არის შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის არიდება. არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი. მე არ ვარ არც ჩემი თანაგუნდელები არ არიან ის ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყოს როგორც თაბუკაშვილის ქუჩის შემთხვევაში იყო. არ არის ეს სწორი მიდგომა. არჩევნებში წაგებისთვის განწირული პარტიების გაცხადებული მიზანი ხელისუფლების იმიჯის შელახვა. ამ გზაზე კი ნიკო კახეთელიძის განცხადებით ოპოზიციას არც ტრაგედიები აბრკოლებს. მაქსიმალურად დავაზიანოთ ქართული ოცნება. ამის გამო მიდიან ყველაფერზე ნებისმიერ შანტაჟზე, ნებისმიერ სიცრუეზე და რაღაცა ვითომ ქმნიან რაღაც კოლიზიას, რომ აი რაღაცა ეს ამ დროს ეს ყველაფერი არის ძალიან მძიმე შედეგი მოიტანა ამან, მაგრამ ეს წესები ვინაიდან არის გაწერილი, ჩვენ ყველა უნდა დავამორჩილოთ ამ წესებს. მათი დღის წესრიგი არის ეს. რეალურად მათ არც ტრაგედია ადარდებთ დიდად. მეცაც გეტყვით, რომ ისინი ბევრი მათგანი ბედნიერია იმისგან, რომ ესეთი რამ მოხდა. ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების გამო სახელისუფლებო პარტია ოპონენტებს პოლიტიკურ პარაზიტებს უწოდებს. ეს არის ის, რაც ნაკვები არის გარედან, მისტერია და ჩასაფრება, რომ რაიმენაირად ადამიანების ტრაგედიაზე პოლიტიკურად
ისპეკულირონ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პარაზიტები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ბედისწერით. ასე რომ არაფერი ახალი არ არის, ასე იქცევიან უკვე წლებია და მომავალშიც რა თქმა უნდა ასე მოიქცევიან. არიან პოლიტიკური გიენები, რომლებიც პარაზიტობენ. არავითარი ადამიანობა, არავითარი მორალი აღარ დარჩა ნაციონალურ მოძრაობის მხარეს. პირველ რიგში ჩვენ უნდა მიუსამძიმროთ გარდაცულ ადამიანების ოჯახებს. ეს არის დიდი ტრაგედია, რომელიც მოხდა და რომელიც ყველა შემთხვევაში ყველამ უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ ასე ტრაგედიები, რა თქმა უნდა, აღარ განმეორდეს მომავალში გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად ლოგიკური დასასრულითაც დასრულდება. სადგურის მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის გარდა მართლმა პარტიამ ოპოზიციას სპეკულაციების შოვისა და ბათუმის ტრაგედიებთან დაკავშირებითაც გაუხსენა. გამოცდილება აჩვენებს, რომ ოპოზიცია ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა ვერც ადამიანური ტრაგედიების დროს ვერ დგება. მძიმე დანაშაულებებში მხილებული და რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები საქართველოს საზღვართან ბუფერულ ზონაში რჩებიან. რა გზით შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას, ჯერ გაურკვეველია კრიმინალური ისტორიის გარდა პრობლემაა ისიც, რომ მათ საჭირო დოკუმენტები არ აქვთ. გივი კუჭავას რეპორტაჟი. რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები, რომელთა გატარებაზეც მოლდოვამ უარი განაცხადა, საქართველოს საზღვართან ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონაში იმყოფებიან. საუბარია 80-მდე ადამიანზე, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში არიან მხილებულები, მათ შორის მკვლელობაში, ძალადობასა და ნარკოტიკების გასაღებაში. უკრაინის მოქალაქეებს წესრიგში არც დოკუმენტაცია აქვთ. დაახლოებით 80 ადამიანზეა საუბარი. ეს პირები და მათი უმრავლესობა არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული. ზემოაღნიშნული პირები არც ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას და ამავდროულად მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ ისინი კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს. უკრაინის ციხეებიდან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩასართავად გათავისუფლებული დამნაშავეების ჩვენს ქვეყანაში შემოშვება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს. არსებული ინფორმაციით ზელენსკიმ ისინი ციხიდან ფრონტის ხაზზე საბრძოლოდ გამოუშვა, თუმცა ისინი რუსეთის მხარეს გადავიდნენ. საბოლოოდ კი რუსეთიდან გააძევეს. ახლა უკრაინა და მოლდოვა მოლაპარაკებას მართავენ იმისთვის, რომ ამ ადამიანებისთვის სასაზღვრო დერეფანი გაიხსნას და სამშობლოში დაბრუნდნენ. თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინული მხარის მხრიდან მოლდოვის რესპუბლიკასთან, ვინაიდან მოლდოვის რესპუბლიკის სახმელეთო საზღვრით არის შესაძლებელი დაბრუნება ამ პირების. შეჩერდა ეს პროცესი, როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორც უკრაინული მხარი აცხადებს, მოლდოვური მხარი არის წინააღმდეგი, რომ გაატაროს ეს პირები. საქართველოს უკრაინელ ტოლულებს ქვეყნის კარი გაუხსნა და მათ დასახმარებლად თავის დროზე მზადყოფნაც გამოთქვა. ომში მყოფი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ახლაც ეხმარება, მაგრამ სურათი იცვლება მაშინ, როცა საქმე დამნაშავეებს და საქართველოს უსაფრთხოებას ეხება. თუ კი ქვეყანაში შემოსვლის მსურველი დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, საქართველოს უფლება აქვს მას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრას. ჩვენ ამ ადამიანებს პასუხისმგებლობა არ გვაქვს, ისინი არიან უკრაინის მოქალაქეები, კეთილი ინებოს უკრაინის სახელმწიფომ და მისმა პრეზიდენტმა და იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. ჩვენ ვზრუნავთ იმ უკრაინელებზე, რომელიც ტოლულის სტატუსით არის საქართველოში. მართალია უკრაინის პრეზიდენტი არ აფასებს ქართული ხალხის ამ დამოკიდებულებას და ხედავთ როგორი მტრული პოლიტიკა აქვს ქართული ხალხის მიმართ, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის ხალხის მიმართ. საქართველოს ხელისუფლება ბუნებრივად არ დაუშვებს ისეთი ადამიანების შემოსვლას, ამდენადაც არის შესაძლებელი, რომ თუ არის გარკვეული რისკი საზოგადოებაში, გარკვეული პრობლემების წარმოჩენას. ამიტომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება იქნება ძალიან მკაცრი და პრინციპული. საქართველოს აკეთებს ყველაზე მეტ სხვა ქვეყნებთან შედარებით უკრაინელ მოქალაქეებისთვის ტრაგიზმია, როდესაც უკრაინელი ხელისუფლება საკუთარ ქვეყნის შვილებს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნდეს. უკრაინაში დაბრუნება მხოლოდ მოლდოვის გავლითაა შესაძლებელი, რაზეც ამ ეტაპისთვის უკრაინის მეზობელი ქვეყანა უარს ამბობს. რა შედეგით დასრულდება საქართველოსგან დამოუკიდებლად მიმდინარე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება ჯერ უცნობია. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. საქართველოსთან დაკავშირებით შეთანხმება ისევ ვერ შედგა. ქეთი ქარდავა გვერდება მეტი ინფორმაციით ბრიუსელიდან. ევროპულ საბჭოში კონსენსუსი არ არის სიმწიანადაბების და ზომების უმრავლესობას, რაც ჰქონდა წარდგენილი დღეს სამუშაო მაგიდაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მინისტრებისთვის. ამ ბლოკის წესდების თანახმად სჭირდება 27-ვე ქვეყნის თანხმობა, რაც დღეს არ იყო და შესაბამისად ამის გამო შეთანხმება და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება რომელიმე მექანიზმზე ვერ მოხდა. კაია კალასმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმაზე,
იმაზე, რომ მუშაობა გაგრძელდება და შესავალ სიტყვაში მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შეეხო საქართველოს, ჩამოთვალა კიდევ ერთხელ ის ზომები, რომლებიც განიხილება საქართველოსთან მიმართებაში, როგორც თავად კაია კალასი ამბობს დემოკრატიის უკუსვლის გამო, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუ კი საქართველოს სურს, რომ სარგებელი მიიღოს, ვალდებულებების შესრულება აუცილებელი. მინისტრებმა განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და იმსჯელეს თუ რა შეიძლება გავაკეთოთ მეტი. ეს გულისხმობს უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ასოცირების ხელშეკრულებას, სანქციებს, რაც შეეხება წერილს საქართველოსთვის. მე-7 ანგარიში, რომელიც უვიზო რეჟიმს ეხება, არის რეკომენდაციები. დედლაინია მიცემული აგვისტოს ბოლომდე იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს ვალდებულებები. როდესაც გვესმის, რომ 8 ოპოზიციური ლიდერიდან 7 დაკავებულია, ეს ნიშნავს, რომ ვერ კმაყოფილდება პირველივე პუნქტი. ევროკავშირში დღეს განიხილეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაც და მოისმინეს თუ რომელ ქვეყანას რა პოზიცია ჰქონდა, მაგრამ ამ საკითხს დაუბრუნდებიან მინისტრები შემოდგომაზე, როგორც თავად თქვეს, მანამდე დააკვირდებიან თუ რა რეაქცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგი სხდომა უკვე განრიგის მიხედვით 6 ოქტომბერს გაიმართება. მადლობა, ქეთი ქარდავა იყო ბრიუსელიდან. და როგორც ვნახეთ, ბრიუსელი საქართველოს დასჯაზე ისევ ვერ შეთანხმდა, უვიზო მიმოსვლით შანტაჟის მორიგი უშედეგო სერია ოპოზიციის კიდევ ერთი მარცხია. ახალი ამბავი ბრიუსელიდან რეალურად არც ისე ახალია სანქციები, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და სხვა ევროპელი ბიუროკრატებისგან ხშირად ისმის. ეს ხელისუფლებას საბჭოურ სტილს აგონებს. სოფო ბერიძია პირდაპირ ეთერში. მართველი პარტია დღეს დილიდან ბრიუსელში გაკეთებული განცხადებების პარალელურად საკმაოდ მწვავე შეფასებებს აკეთებდა თბილისში. ხელისუფლება ამბობს, რომ ევროპა საარჩევნო კამპანიის პარალელურად ცდილობს საქართველოს მიმართ შანტაჟის ახალი სერიის წამოწყებას. ქართული ოცნების განცხადებით დაუშვებელია საქართველოსთან მიმართებით უსამართლო დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რომელიც კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერია და რომელიც ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის. შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელის გზას დღეს სამწუხარო გზა უწოდა. ჩვენ იმიტომ არ გამოვეკეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისგან, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგხვედროდა. პირველმა კანონმდებელმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიუსელში შეკრებილი საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებს გაეცნო. შალვა პაპუაშვილი საქართველოს მიმართ საბჭოური სტილის მუქარაზე საუბრობს და ევროპელ ბიუროკრატებს მოუწოდებს დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას. საბჭოური სტილის მუქარა, რომელსაც დღეს ვისმენდით მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მხრიდან, რომელიც დღეს პირადად ორ ქართველ მოსამართლეს დაემუქრა. ასეთი თავდასხმები ჩვენ გვესმოდა მიხეილ სააკაშვილის პროცესის შემდეგ, ნიკა მელიას პროცესის შემდეგ, გვარამიას პროცესის შემდეგ, ყველა ამ პროცესების შემდეგ გამოდიოდნენ და ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ მოსამართლეებს. ყოველ ჯერზე სტრასბურგში მიდიოდა საქმე და აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ევროკავშირი იყო მტყუანი და ქართველი მოსამართლე იყო მართალი. ამას აღარანაირი კავშირი ევროპულ ღირებულებასთან არ აქვს. სამწუხაროა, რომ პოსტსაბჭოთა პელიტამ ასე გააუფასურა ბრიუსელი, მისი ავტორიტეტი, რომ ჩვეულებრივი საბჭოთა სტილის თავდასხმების ინსტრუმენტად აქცია. ევროკავშირის პასპორტის ქონა ჯიბეში სულაც არ ნიშნავს ევროპული ღირებულების გაზიარებას და ამის კარგ მაგალითს გვიჩვენებენ ბალტიის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ვერ გამოვიდა საბჭოთა მენტალიტეტიდან და ვცდილობს, რომ ეს საბჭოთა მენტალიტეტის მთავარი დამკვიდრებელი გახდეს ბრიუსელში. ბრიუსელი თბილისის უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად ახალ პირობებს უყენებს. შესაბამისი შინაარსის წერილი ხელისუფლებას მალე გამოეგზავნება. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში შეკრებილ საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება სურთ, თუმცა 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა ჯერ არ აქვთ. საქართველოს ხელისუფლებას გავუგზავნით წერილს, რომელიც უვიზო რეჟიმს ეხება. კონკრეტული პირობებია, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და თუ დედლაინის ფარგლებში ეს პირობები არ დაკმაყოფილდება, მაშინ ჩვენ უნდა შევაჩეროთ
უვიზო მიმოსვლა. წინადადებები შევადგინეთ, მაგრამ კითხვა, შევძლებთ თუ არა ერთი სახელმწიფოს ვეტოს დაწლევას, მაგრამ ვმუშაობთ. ჩვენ გსურთ, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე, რომლისკენაც მიისწრაფვის ქართველი ხალხი. ჩვენ წუხართ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო და მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ხალხის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს. ჩვენი მხრიდან უნდა ვიმოქმედოთ სანქციებით, გავაძლიეროთ ზეწოლა რეჟიმზე, პოლიტიკური იზოლაციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერის გაზრდით. საქართველოს მხრიდან არის ვალდებულება დააკმაყოფილოს ადამიანის უფლებების სტანდარტი და ვალდებულება ევროპული სახელმწიფოებიდან დაეხმარონ საქართველოს ამ გზაზე. ასე უნდა გავაგრძელოთ. მინისტრებს მისაღებ გადაწყვეტილებას თბილისიდან ხელისუფლების ოპონენტები გარნახობენ. საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილი ილაშქრებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ბრიუსელს მკაფიო, ერთიან და კონკრეტულ რეაგირებას სთხოვს. ადამიანები ჩვეულებრივად დაქირავებული, საჯაროდ ვიცით რომ არის დაქირავებული ლობისტი მაკეინის ინსტიტუტის საქართველოში და ატარებს მაკეინის ინსტიტუტის პოლიტიკას, რომელიც კიდევ ერთხელ არის ქართული ხალხის მიმართ მტრული პოლიტიკა. ბრიუსელში ახლა მიმდინარე პროცესს ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ შანტაჟის მორიგ სერიას უწოდებს. ხელისუფლება ევროკავშირისგან სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს ქვეყნის მიმართ, რომელიც კანდიდატებს შორის ლიდერია და რომელიც ევროპის უსაფრთხოებას პრობლემებს არ უქმნის. ქართული სახელმწიფო დღეს არის თავდაცვის რეჟიმში. თავს ვიცავთ იმ უსამართლო ცილისმწამებლური განცხადებებისგან, რომელიც მოდის დასავლეთიდან. ძალიან მძიმეა ეს, როდესაც შენ გეუბნებიან თეთრზე შავია. ძალიან მძიმეა, როდესაც არსებობს შენს ქვეყანასთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი და ასე შემდეგ. ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არანაირი კითხვის ნიშანი ამ თემას დაკავშირებით არ გაჩნდეს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, არაერთხელ გვითქვავს, არა ხელის გადაგრეხვით საუბარი, არამედ კონკრეტული დიალოგისთვის, კონკრეტული არგუმენტებით. როგორც ჩანს, ჩვენ ცხელი ზაფხულ წინასაარჩევნოდ გვექნება ბევრი უცხოური სერიალი, ბევრი მუქარა, ბევრი შანტაჟი, ქართველი ხალხის სახელით საუბარიც და აქა-იქა ერთი-ორი ხისტი გადაწყვეტილებასაც ვიხილავთ. თუ მსგავსი საკითხი დადგება დღის წესრიგში, ეს იქნება კიდევ ერთი უტიფრობის გამოვლინება და კიდევ ერთი, ესე ვთქვათ, სადამსჯელო ღონისძიების ჩანაფიქრი ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით, ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობით, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით არავისთან არ ვივაჭრებთ. დიალოგისთვის მზადყოფნა ეროვნული ინტერესების ირგვლივ კომპრომისებს არ გულისხმობს. ქართული ოცნება გადაჭრით ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის უპირველესი სახელმწიფო ინტერესებია. არის თუ არა ალეკო ელისაშვილი გახარიას და ლელოს ალიანსის მაქსიმუმი. არსებული ინფორმაციით ის მისი ახალი როლი თბილისის მერობის კანდიდატობა იქნება. დადასტურდება თუ არა ეს ცნობა მმართველი გუნდის შეფასებით არაფერს შეცვლის. ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული. მეგინ არსავიძეა პირდაპირ ეთერში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, როგორც ირკვევა, ლელო გახარიას ურეიტინგო ერთობას, ფანტაზია და რესურსი მხოლოდ იმისთვის ეყო, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრინციპობაზე ააგონ. თუ არსებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, ეს ორი პოლიტიკური ძალა, ისედაც არასახარბიელო მდგომარეობას საბოლოოდ ელისაშვილის კანდიდატურით დაიმძიმებს. როგორც ირკვევა, ლელომ და გახარიას პარტიამ სიჭინავა კუპრაძის დონეზე გაფორმებული ეგრეთ წოდებული ერთობის დოკუმენტი არ იკმარეს და თბილისის მერობის კანდიდატად ელისაშვილის წარდგენას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ უპრინციპობის სინონიმის ელისაშვილის კანდიდატურით სურთ, ისედაც რეიტინგის დეფიციტის მქონეებს ქართული ოცნების წინააღმდეგ გამარჯვება. სერიოზული კანდიდატია. ესე დასაფიქრებელი კანდიდატია. რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ძალიან კარგად იცის ყველამ, არა მხოლოდ ბატონი ელისაშვილის, არამედ იმ გუნდის, იმ დანაყოფების წარსული და აწმყო. ასე რომ საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს. ეხლა რაც შეეხება იმ ბატალიებს, იმ უნიჭო სპექტაკლის გაგრძელებას, რასაც ხედავთ კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან, გადანომრილი ნაცმოძრაობის მხრიდან. ხო, ეს ხო კარგად ვიცით, რომ დივერსიფიცირების სცენარის ნაწილია და ეგრეთ წოდებული რებრენდინგის ნაწილია. ბატონი ალეკო არის ალბათ სახე რადიკალიზმის, ძალადობის და პოლიტიკაში უპასუხისგებლობის და თუ აპირებენ, რომ იგი იყოს სახე თუნდაც თბილისის არჩევნებში, ეს იქნება ძალიან კიდევ ერთი მკაფიო დანახვება თუ რეალურად რას წარმოადგენს ოპოზიცია, თუ რეალურად რა არის ოპოზიციის სახე და შესაძლებლობა და რესურსი. ამიტომ მე მხოლოდ გამიხარდება თუ მას წარმოადგენენ თბილისის მერის არჩევნებზე, იმიტომ რომ ჩვენთვის ბევრად მარტივი იქნება არჩევნებში მონაწილეობა.
კოლექტიური ნაცმოძრაობის განაყოფებს აკრიტიკებენ ორიგინალი ნაცმოძრაობიდან, იმ განაყოფიდან, რომელსაც უცხოელმა პატრონებმა ლელოსგან და გახარიას პარტიისგან განსხვავებით არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა დაავალეს. მათ ამ შეცდომაში გაჯიუტება არის ძალიან სამარცხვინო ქმედება. კიდევ უფრო დაიმძიმებს თუ არა საკუთარ მდგომარეობას ორი პარტია ელისაშვილის კანდიდატურით, ეს მმართველი გუნდის შეფასებით არაფერს შეცვლის. გახარიას და ხაზარაძე ჯაფარიძის რეპუტაციის გათვალისწინებით, ამ პარტიებს არჩევნებზე გამარჯვების შანსი ისედაც არ აქვთ. ვინ უნდა იყოს გახარიას და ხაზარაძის კანდიდატი, რომ საერთოდ სერიოზულად აღვიქვათ. შეგახსენებთ, ვისთან გვაქვს საქმე? მამუკა ხაზარაძე, რომელიც სასამართლო განაჩენით არის აღებული თაღლითად, რომელმაც ეს განაჩენი გააპროტესტა, წავიდა საერთაშორისო არბიტრაჟში, 1,5 მილიარდი მოითხოვა ყველა ჩვენი მოქალაქის ჯიბიდან და საერთაშორისო არბიტრაჟმაც უთხრა, რომ იყო თაღლითი. და იქით დააკისრა $600,000 გადახდა ბიუჯეტში და გადაიხადა. მეორე მხარეს გიორგი გახარია, რომელიც არის უბრალოდ სიტუაციური მატყუარა, რომელიც არაერთხელ ნახეთ საგამოძიებო კომისიაზე, რომ იმისთვის რომ იმ მომენტში გამომძვრალი იყო რაღაც მისთვის უხერხული კითხვიდან, ერთ წუთში ერთ რამეს ამბობდა, მეორეში გადათქვამდა. გვაქვს თაღლიდან და სიტუაციურ მატყუარასთან საქმე. ასე რომ მათი მხრიდან რა უნდა იყოს ისეთი ან იდეა, ან ინიციატივა, რომ ქართული ხალხის მხარდაჭერა დაიმსახურა. გახარიას პარტიაში ინფორმაციას უარყოფენ. ლელოში კი ამ საკითხზე საუბარი არ სურთ. გავრცელებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ეს ორი პოლიტიკური ძალა თბილისელების ნდობის მოპოვებას ეცდება იმ კანდიდატით, რომელმაც გადათქვა ყველაფერი, რაც წარსულში უთქვამს და დადგა ყველას გვერდით, ვინც კი ოდესმე მწვავედ გაუკრიტიკებია. ვიდრე კოლექტიური ნაცმოძრაობიდან არჩევნებში მონაწილეობის მსურველები ურეიტინგო კანდიდატურების შერჩევით არიან დაკავებულები, ბოიკოტის მომხრე განაყოფები არჩევნების ჩაშლას გეგმავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ფანტაზიისგან დაცლილ პოლიტიკურ ძალებს მათი რესურსი შეახსენა. გადატრიალების გეგმა ხშირად გვინახავს მათგან დასახული და ბოლოს ყველა თავის ლოგიში ტრიალდება. ეს არის მათი ბედიღბალი. როდესაც ქართველი შედგება უცხო ქვეყნის, უცხო ჯგუფის თუ ასე შემდეგ სამსახურში, იმ ადამიანის საქმე წასული. იმას აღარაფერი აღარ უშველს. როდესაც ადამიანი ღალატობს შენ სამშობლოს, შენ ხალხს, ამისი განაჩენი ისტორიულად ყოველთვის გამოქონდა ქართულ ხალხს ამ ხალხის მიმართ. ასე რომ დღეს ეს არის პლასტი ჩვენი საზოგადოების სამწუხაროდ ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ხედავთ ფიზიკურადაც სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ. საქართველოს დროშას რო ხედავენ, იყურებიან სხვა ქვეყნის დროშა აკლდება თვალში და თუ არ დაინახეს, ემართებათ კრუნჩხვები და არიან სხვა ქვეყნის დროშაზე სწორდებიან, სხვა ქვეყნის ჰიმნს მღერიან, სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებზე ამოსდით მზე და მთვარე, არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სამშობლო დაკარგეს და რაც თქმა უნდა ეს საბოლოო ჯამში მათი განაჩენი არის, რომ იქნებიან უსამშობლო ღამურები. წინასაარჩევნოდ ოპოზიცია ხალხს ისევ ვერაფერს სთავაზობს. რადიკალიზმისა და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, თუმცა ურეიტინგო პოლიტიკოსების გარდა. მადლობა, მეგინ არსავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. უგანო მიგრაციასთან ბრძოლა გრძელდება. საქართველოს დატოვება ამჯერად 26 უცხოელს მოუხდა, ისე რომ ჩვენ საზღვარს ვეღარ გადმოკვეთენ. გამკაცრებული კანონის სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს კანონდარღვევა უფრო მარტივად გამოავლინოს და აღსრულებას უზრუნველყოს. დიდო ყირიმლიშვილი გვიამბობს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს 26 უცხოელი დატოვებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციაში მყოფი 10 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები გამოავლინა, მათ შორის ინდოეთის, ყირგიზეთის, ირანის, რუსეთის, პაკისტანის, თურქეთის, ტაჯიკეთისა და ერაყის. მათ კანონის შესაბამისად ქვეყნის დატოვება მოუწევთ. სოფლიო გამოწვევების ფონზე შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო მიგრაციაში მყოფი არალეგალების გამოვლენას განაგრძობს. უწყებაში განმარტავენ, რომ რიგ შემთხვევაში უცხოელები კანონის გვერდისავლით ქვეყანაში შესაბამისი დოკუმენტების გარეშე აგრძელებდნენ ცხოვრებას, თუმცა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებით უკანონო მიგრანტების აღმოჩენა გამარტივდა. ნიშნულოვნად გამკაცრდა მიგრაციული პოლიტიკა. პირველ რიგში იმ პირებთან მიმართებაში, ვინც ხელოვნურად და სხვადასხვა საკანონმდებლო ასე ვთქვათ ხერხების მეშვეობით ახერხებდნენ ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დარჩენას, მათთვის ეს ბარიერები დაწესდა და დაწესდა ბარიერები, რომელიც არ მიცემთ მათ საშუალებას, რომ ქვეყანაში იმ საკანონმდებლო ხვრელების გამოყენებით დარჩნენ.
კანონის დახვეწით გამარტივდა არა მარტო უკანონო მიგრანტთა გამოვლენა, არამედ მათი ქვეყნიდან გაძევება, გაძლიერდა აღსრულების მექანიზმი და შესაბამისი უწყებების უფლებამოსილება. მარტივდება ქვეყნიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების პროცედურა, რაც საუკეთესო როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ პრაქტიკას წარმოადგენს, ვაძლიერეთ იმ დანაყოფების ინსტიტუციური შესაძლებლობებს და ადამიანურ რესურსებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი პირის მიმართ განვახორციელოთ აღნიშნული ღონისძიებები, გადავამოწმოთ და არ კონდეს განცდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომ საქართველო არის იმ არალეგალების თავშესაფარი. მმართველი გუნდი სანქციების გამკაცრებას ქვეყანაში არალეგალების მზარდი ნაკადით ხსნის. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ კანონის გამკაცრება არა მარტო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ბერკეტი, არამედ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებაა. გვაქვს გამოწვევები იმ ხრივ, რომ უკანონო მიგრაცია არ იყოს, იცით რომ მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე არიან აღურიცხავი, უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც ვადაოდ გადაცილებული საქართველოში ყოფნისა, ამიტომ პარლამენტმაც მიიღო კანონმდებლობა, რომ უფრო გააძულდეს დეპორტაცია. ეს ზოგადი გამოწვევა არის მთლიანად მსოფლიოსთვის, ევროკავშირისთვის, მათ შორის ეს ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც აღებული გვაქვს ევროკავშირის წინაშე, რომ არ დაუშვათ ჩვენ ქვეყანაში მზარდი ან ჭარბი მიგრაციული ნაკადები. წინა წელთან შედარებით 2025 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხოელების გამოვლენა 270%-ით გაიზარდა. მიგრაციის დეპარტამენტმა იანვრიდან დღემდე 600-მდე არალეგალი გააძევა. განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასწავლებლებისთვის პირველად გაიხსნა STEM ბანაკი. პროგრამაში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 200 პედაგოგი მონაწილეობს. მიზანი სკოლებში ტექნოლოგიური, საბუნებისმეტყველო და შემოქმედებითი დარგების გაძლიერებაა. ხათუნა მაისურაძის და ნინი მაისურაძის რეპორტაჟი. პირველი ნაბიჯი ინოვაციურ სწავლებაში თავად მასწავლებლის გადამზადებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება STEM ბანაკი. მიკროკონტროლორები, სენსორები და ელექტრონული მოდულები. ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 200 პედაგოგი ერთკვირიან ბანაკში თანამედროვე უნარებს დაეუფლება. სწავლის პროცესი ინოვაციური დავალებების შექმნას და ინტეგრირებული სწავლების პრინციპს ეფუძნება. ვირტუალურ გარემოში ტინკერკადში თქვა ციფრულ წრედებს ქმნიდნენ მასწავლებლები, იქ დაპროგრამებას სწავლობდნენ, უკვე აქ პრაქტიკულად Arduino-s კომპონენტებთან ექნებათ შეხება და აი ამ სამონტაჟე დაფაზე ააგებენ ამ ციფრულ წრედებს, თქვათ, ბავშვები აქამდე თუ სწავლობენ ცალკე დიფერენცირებულად ქიმიას, ფიზიკას, მათემატიკას. ახლა ეს STEM განათლება ამ ყველაფერს ერთ ჭრილში დაანახებთ და შეიძლება ისეთი დიდი სამეცნიერო, ასე თქვათ, იდეები გაუჩნდეთ, ფორტ შეასხამეთ და რატომაც არა მოწინავე ქვეყნების რიგებში ვიყოთ. ბანაკის მასპინძელი ის უნივერსიტეტია, რომელიც სწორედ ამ უნარებს ავითარებს მომავალ თაობაში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა თავარი საგნებია და ეს პროექტიც მათთვის გრძელვადიანი განათლების ჯაჭვში ჩადებული ერთგვარი ინვესტიციაა. ასე იქმნება ცოდნის უწყვეტი ციკლი, მასწავლებლიდან მოსწავლემდე და შემდეგ სტუდენტამდე. პროექტი გულისხმობს სასკოლო განათლებაში ისეთი პროფესიების სწავლების გაძლიერებას, რომელშიც ჩვენ უნივერსიტეტს აქვს განსაკუთრებული პრიორიტეტი. ეს არის STEM პროფესიები, ხან გამომდინარე ჩვენთვის პრიორიტეტია თანამშრომლობა სკოლებთან, მასწავლებლებთან, ამდენადაც პროექტის საბოლოო ბენეფიციარები არიან ჩვენი მომავალი სტუდენტები. STEM ბანაკი განათლების სამინისტროს ინიციატივაა და ინოვაციური განათლების სფეროში ფართომასშტაბიანი ცვლილებების მხოლოდ საწყისი ეტაპია. პროექტით უკვე 800-ზე მეტმა მასწავლებელმა ისარგებლა, რომლებმაც ბანაკში მოხვედრამდე ონლაინ სემინარები და ტესტირება გაიარეს. მთავრობის მიზანი სკოლებში ტექნოლოგიური განათლების გაძლიერება და ქვეყნის მასშტაბით ყველა მოსწავლისთვის ცოდნის ხელმისაწვდომობაა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და ქართულ ბანკთან თანამშრომლობით ხორციელდება პირველად STEM ბანაკი, რომლითაც სკოლებში უნდა გაიხსნას STEM კლუბები, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს აზგარეშე პროგრამით ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, რაც გააძლიერებს მათ ცოდნასა და ცნობიერებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია. სამინისტრო, რა თქმა უნდა, მათ გვერდში იქნება, იმიტომ რომ ამ მიმართულების განვითარება და გაძლიერება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბანაკში მიღებულ გამოცდილებას მასწავლებლები სექტემბრიდან უკვე მოსწავლეებს გაუზიარებენ. ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ გზაზე, რომელიც განათლების სფეროში თანამედროვე სისტემის ინტეგრირებას გულისხმობს. სააგენტო აწარმოეს საქართველოში ინდივიდუალური ექსპო გრანტის პროგრამით უკვე 60-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა ექსპორტის
მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მეწარმეები თავად ირჩევენ მათთვის სასურველ საერთაშორისო გამოფენებს, სააგენტო კი უკვე ხარჯებს 90%-მდე ანაზღაურებს. ნინ ჩუბინიძე კი ამბობთ. ეტიკეტებისა და შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 20 წელია ქართულ ბაზარზე უმსხვილეს ბრენდებთან თანამშრომლობს, ბოლო 2 წელია პროდუქცია სხვა ქვეყნებშიც ყიდის. კომპანიამ უკვე არაერთხელ ისარგებლა სააგენტოს აწარმოეს საქართველოში პროგრამებით, წელს კი ახალი ექსპო გრანტის თანადაფინანსებით გერმანიაში გამოფენაც ეწარსდგა. მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად მცირე, თუნდაც დიდი ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რომ წარმოაჩინონ კომპანიებმა თავიანთი შესაძლებლობები, პოტენციალი განვითარდნენ. ანუ ბიზნესის განვითარება ზოგადად ქვეყანაში ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და გონია რომ როგორც ცალკეული ბიზნესისთვის, ასევე სახელმწიფოსთვისაც ერთნაირად მომგებიანია ასეთი ტიპის პროექტები. ექსპორტის მხარდაჭერის ახალი მექანიზმი სააგენტომ აწარმოეს საქართველოში გასული წლიდან ამოქმედა. პროგრამის ფარგლებში მეწარმეები თავად ირჩევენ მათთვის სასურველ საერთაშორისო გამოფენებს. სააგენტო კი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით ხარჯებს 90%-მდე ანაზღაურებს. კომპანიას ინდივიდუალურად დამოუკიდებლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ მისთვის რელევანტურ საერთაშორისო ღონისძიებაში და სააგენტო ახდენს ამ კვალიფიციური ხარჯების თანადაფინანსებას. ძალიან მაღალი პროცენტული ოდენობით, ეს არის 90%, მაგრამ არაუმეტეს 10,000 ერთეულის შესაბამის ვალუტაში. მთელი წლის განმავლობაში კონკურსი ღია არის, კომპანიებმა უნდა დააკმაყოფილონ შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. თავარი არის, რომ კომპანია იყოს ექსპორტზე ორიენტირებული. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ბიზნესის მხარდაჭერა პრიორიტეტია. მათი თქმით, სააგენტოს აწარმოეს საქართველოში ახალი ექსპორტის ხელშემწყობი პროგრამა ამ პოლიტიკის ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობა, რასაც სახელმწიფო აორგანიზებს სხვადასხვა ტიპის ქართველი ექსპორტიორებისათვის, ეს არის როგორც საკვები პროდუქტები, ეს არის ტექსტილი, ეს არის სხვადასხვა მიმართულებები. წელიწადში, როგორც იცით, დაახლოებით 20-მდე მნიშვნელოვან გლობალურ გამოფენებში იღებენ ჩვენი ექსპორტიორები მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ახალი ბაზრების, ახალი კონტრაქტების და ექსპორტის მაჩვენებლების გაზრდისთვის. ინდივიდუალური ექსპო გრანტით უკვე ისარგებლა 60-ზე მეტმა მეწარმემ, რომელმაც 100-მდე საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამის ფარგლებში გაცემულმა თანხის მოცულობამ 900,000-მდე ლარი შეადგინა. ორთაჭალ-ჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია სამუშაოები, რომელიც რამდენიმე თვეს გაგრძელდება, ივნისის ბოლოს დაიწყება, მანამდე კი მოსამზადებელი კვლევა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1,800,000 ლარია. მარიამ მელაშვილის რეპორტაჟი. თბილისში ორთაჭალ-ჰესის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია ხიდის აღდგენისა და გამაგრების სამუშაოები. მოსამზადებელი კვლევები კი უკვე მიმდინარეობს, რაც ტექნიკურ და საინჟინრო სამუშაოს მოიცავს. იყო ავარიულ მდგომარეობაში. მიმდინარეობს მის რეაბილიტაცია ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ბევრი ხიდი განვაახლეთ, რომელიც საჭიროებდა შესაბამის სამუშაოების ჩატარებას. მთლიანად მოხდება აღნიშნული ხიდის გამაგრება, სადაც იყო ის ავარიული პრობლემური ადგილები, მოხდება მისი დამუშავება. სარეაბილიტაციო სამუშაოს ფარგლებში სრულად განახლდება ტროტუარები და მოაჯირები, დამონტაჟდება გარე LED განათებები, მოეწყობა წყალარინების თანამედროვე სისტემა და ჩატარდება ჰიდროიზოლაციის სამუშაო. ხიდის ერთ მხარეს გზის სავალი ნაწილის დემონტაჟი უკვე განხორციელდა. სადემონტაჟო სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს კვლევა, ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც დემონტაჟის გარეშე ვერ იქნებოდა შესაძლებელი. ამ კვლევის შედეგად უკვე მოხდება პროექტის დამზუსტება, შეკეთება დაზიანებული ადგილების. ხიდის აღდგენითი სამუშაოს ფარგლებში საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია მხოლოდ ერთ სოლში. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გრწანის კიდევ ერთი განახლებული სივრცე შეემატება, რომელიც მოსახლეობისთვის უსაფრთხო საავტომობილო გადაადგილებას უზრუნველყოფს. დაზიანება საკოორდინო იყო და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გულშევდება გავადის ინდუსტრიული სამსახურის უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული ხიდის მდგრადობა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთი კეთილმოსწყობილი ობიექტი შეეკადება ისტორიულ რაიონს. სარეაბილიტაციო სამუშაოს, რომლის ღირებულებაც 1,800,000 ლარია, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება ნოემბერში იგეგმება.
რაც შეეხება უცხოეთის სიახლეებს, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა. თუ კი პუტინი 50 დღის ვადაში სამშვიდობო შეთანხმებაზე არ წავა, ვაშინგტონი რუსეთს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს. ტრამპმა უკრაინის იარაღით მომარაგების გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა არა უსასყიდლოდ. კიევისთვის საბრძოლო მასალების მიწოდება შეერთებული შტატებისთვის ბიზნესი იქნება, ფულს კი ევროპა გადაიხდის. მარიამ გიგანი გიამბობთ. ვლადიმერ პუტინთან დონალდ ტრამპის სასიამოვნო საუბრებმა არ გაჭრა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, პუტინმა მას 4-ჯერ აფიქრებინა, რომ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევდა, თუმცა ამაოდ, რადგან სატელეფონო საუბრის დასრულებისთანავე კვლავ უკრაინის ქალაქებს ბომბავდა. პუტინის ქმედებებით იმედგაცრუებულმა ტრამპმა ამჯერად ტაქტიკას შეცვალა. პრეზიდენტი პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მეგონა შეთანხმება ჯერ კიდევ 2 თვის წინ გვექნებოდა, მაგრამ საქმე ასე არ მიდის. ამიტომ თუ 50 დღეში შეთანხმება არ გვექნება, რუსეთს ძალიან მწვავე ტარიფებს დავუწესებთ. კერძოდ, მეორად 100%-იან ტარიფებს. კრემლისთვის ტრამპის ულტიმატუმი და 50 დღიანი ვადა გაუგებარი აღმოჩნდა. გსურს გავიგოთ, რას ნიშნავს ეს განცხადება 50 დღეზე. ადრე 24 საათი იყო, ან 100 დღე. ჩვენს უკვე გამოვიარეთ და გვაინტერესებს, რა არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოტივი. აშკარაა, რომ ის ძალიან ძლავრი და არასახარბიელო წნეხის ქვეშაა ევროკავშირის და ნატოს ლიდერების მხრიდან, რომლებიც მხარს უჭერენ ზელენსკის მოთხოვნას თანამედროვე იარაღის მიწოდებაზე. დონალდ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასაც დათანხმდა, თუმცა მხოლოდ კომერციული სარგებლის მიღების შემთხვევაში, რადგან ამერიკის პრეზიდენტს კიევზე არც ერთი ცენტის დახარჯვა აღარ სურს. ჩვენ საუკეთესო იარაღს ვამზადებთ. ეს ევროპულმა ქვეყნებმა კარგად იციან, ამიტომაც შევთანხმდით, რომ ჩვენ იარაღს გავუგზავნით, ისინი კი ფულს გადაიხდიან. მათ ბევრი ფული აქვთ და შესყიდვის სურვილიც. ამ ომთან მიმართებით მთელ ევროპას დიდი სულისკვეთება აქვს. მართლა ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ეს ომი და ამიტომაც საფინანსებენ. ამ შეთანხმების ფარგლებში ტრამპი მზად არის უკრაინა პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებითაც მოამარაგოს. ევროპული ქვეყნის ლიდერები კი მათი შეძენის სურვილს გამოთქვამენ. გერმანია შეუძლია პატრიოტის 2 სისტემა შეიძინოს ამერიკელებისგან და პირდაპირ უკრაინას გაუგზავნოს, რადგან ეს მათ ძალიან სჭირდებათ. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ვლადიმერ პუტინს 50 დღიანი ულტიმატუმი წაუყენა, დაემუქრა დამანგრეველი ტარიფებით და უკრაინისთვის თავდაცვითი სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, სავარაუდოდ პუტინს აიძულებს, რომ ფაქტებს თვალი გაუსწოროს და გაიაზროს, რომ ჩიხშია შესული. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი აცხადებს, რომ ტრამპის განცხადებებს სერიოზულად აღიქვამენ და სათანადოდ გაანალიზებენ. უნგრეთი უკრაინას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს და მოუწოდებს ევროკავშირს სანქციები დაუწესონ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უნგრეთის მოქალაქის სიკვდილში არიან პასუხისმგებლები. იგულისხმება მამაკაცი, რომელსაც უკრაინაში იძულებითი მობილიზაციისას სიკვდილამდე სცემეს. უკრაინაში იძულებითი მობილიზაციის დროს დაღუპული უნგრეთის მოქალაქის გამო ბუდაპეშტი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ევროპას სელექციურ სიბრმავესა და უმოქმედობაში სდებს ბრალს. შოკის მომგვრელია, როგორ ხუჭავენ თვალს ბრიუსელი და ევროპელი ლიდერები უკრაინის არაადამიანურ, იძულებით სამხედრო გაწვევაზე. სად არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი მედია. უნგრელ მამაკაცს სასიკვდილოდ სცემეს ომში წასვლაზე უარის თქმის გამო. ეს მიუღებელია და საჭიროა რეაგირება. ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს უკრაინას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანის თქმით დაუშვებელია ევროპულ ბლოკში ისეთი სახელმწიფოს გაწევრიანება, რომელიც იძულებითი სამხედრო მობილიზაციის დროს ადამიანებს კლავს. ევროკავშირი ფაქტობრივად მზად არის გაგვაძევოს ბლოკიდან იმის გამო, რომ არ გვსურს ქალად გადაცმული წვერიანი მამაკაცები საბავშვო ბაღებში ზღაპრებს კითხულობდნენ. ამ დროს კი მზად არიან გააწევრიანონ ის ქვეყანა, სადაც ხალხს იძულებითი მობილიზაციის დროს სიკვდილამდე სცემეს. დაუშვებელია იმის თქმა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადაა, როცა იძულებითი სამხედრო მობილიზაციის დროს მოკლულებს მარხავთ. ვიქტორ ორბანი უნგრეთის მოქალაქის დაღუპვის ფაქტზე საერთაშორისო გამოძიებასა და უკრაინელი მაღალჩინოსნების სანქცირებას მოითხოვს. მართალია კიევი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ დაღუპულ მამაკაცს უკრაინის მოქალაქეობაც ჰქონდა, თუმცა ვიქტორ ორბანი ხაზს უსვამს, რომ იოჟებს უნგრეთის კონსტიტუცია იცავდა.
ის ჩვენი საზოგადოების წევრი იყო და უნგრეთის კონსტიტუციის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. ქვეყნისა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ოფიციალური ბუდაპეშტის ინფორმაციით ივნისის შუა რიცხვებში უნგრეთის მოქალაქე 45 წლის იოჟეფ შებეშტიენი ქუჩაში სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლებმა ჯარში გაწვევის მიზნით ძალის გამოყენებით ჯერ გამწვევ პუნქტში წაიყვანეს, შემდეგ ის სიკვდილამდე მხოლოდ იმის გამოსცემეს, რომ მას ფრონტის ხაზზე წასვლა არ სურდა. იოჟეფი, რომელიც ორი შვილის მამა იყო, 6 ივლისს მიღებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. უნგრული ტელევიზიის ინფორმაციით კი ფაქტით ევროკავშირი არ ინტერესდება. დაგლო საქართველოს ლაქენობა ზუგდიდში ტრადიციულად დადიანების მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი გამოაბრძანეს და მსვლელობით ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. სადღესასწაულო წირვას პრეზიდენტთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ხატია იობიძე გიამბობდა. ტრადიციულად ღვთისმშობლის კვართი დადიანების სასახლიდან სასულიერო პირებმა და მრევლმა ლოცვითა და გალობით გამოაბრძანეს. ქალაქის მთავარი გამზირი ფეხით გაიარეს და სპეციალურ ლუსკუმაში ჩასვენებული სამოსელი ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანეს. გულითა და სულით გილოცავთ ყველა წმინდა პატიოსანი სამოსელის ლაქენობის დღესასწაულს ხარობს ჩვენი გული, რათა დედა ღვთისმშობელი მობრძანდება ტაძარში, სადაც მას მრავალი ადამიანი ელოდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან, სასულიერო პირები ადგილობრივი ეკლესიებიდან, რათა უპირველეს ყოვლისა მადლობა შეწირო დედა ღვთისმშობელს მისი მფარველობისათვის, მეუღლებისათვის. უმნიშვნელოვანესი დღე არის ნამდვილად ღვთისმშობლის კარტი, რომელიც ატარებდა, რა ვიცი, უდიდესი სიწმინდეა. მართლმადიდებლური დღესასწაულის აღსანიშნავად ზუგდიდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მორწმუნეები ჩამოვიდნენ. მათ შორის მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმაც. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელ დღეს ვიმყოფები თქვენთან ერთად. ორივე პატრიარქის ლოცვა კურთხევით ჩამოვედი საქართველოში. მეუფე გერასიმეს უდიდესი მადლობა, რომ მომცა ეს შესაძლებლობა. ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც დაკავშირებულია იმ ტაძართან, რომელიც არის კონსტანტინოპოლში. ღვთისმშობლის კვართის მცველი ქალაქიდან დღესასწაული ადგილობრივებს და ყველა მართლმადიდებელს მიულოცეს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ხელისუფლების წარმომადგენლები საღმრთო ლიტურგიას დაესწრნენ, რომელსაც მიტროპოლიტი გერასიმე უძღვებოდა. მნიშვნელოვანი საეკლესიო და საერო დღესასწაული არის დღეს. დღე, რომელიც მოწმობს ჩვენი ეკლესიის განსაკუთრებულ ტრადიციას, იმას, რომ ჩვენი ეკლესია, ჩვენი ხალხი ზუგდიდი არის ღვთისმშობლის კვართის მცველი. ეს დიდ მადლთან ერთად არის დიდი პასუხისმგებლობაც. ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვატარა ასწლეულები და ეს არის ის ისკენაც რაც ისი ერთგულებაც ჩვენ ხალხს არაერთხელ დაუმტკიცებია. ღვთისმშობლის კვართის მოლოცვის საშუალება პოლიგრიმებს დღეს საღამოს 11 საათამდე ექნებათ. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. მანამდე მცირე სცენა მოზარდ მაყურებელთა და ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრების ერთობლივ სპექტაკლს დაეთმო. ფესტივალმა საიუბილეო წელს ქართული და უცხოური თეატრების 21 სპექტაკლს უმასპინძლა. შორენა კოპალეიშვილი გიამბობთ. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდა. 5 ივლისიდან საფესტივალო აფიშა 6 უცხოური და ქართული თეატრის 15 წარმოდგენას დაეთმო. რიგით მეხუთე ფესტივალის საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები მასპინძელი თეატრის სცენაზე გამოავლინა. მადლობა მინდა გადაუხადო მთლიან ოზურგეთის თეატრს, ჟიურის წევრებს, ჩემს ხელმძღვანელს, ჯგუფისა და რეჟისორს ბატონ დიმიტრი ღვთისიაშვილს და მთლიან სპექტაკლის შემოქმედებით დას. ჯილდო გადმომეცა საუკეთესო პერსონაჟის განსახიერება, მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა ლამბალო და ყაშაში, თამაშობდი ლამბალოს. ესე ჩვენი საიუბილეო 10 წელი მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი ნოდარ დუმბაძის სახელობის. დღეს უკვე მივცემ თავისუფლებას თქვა ნოდარ დუმბაძის ფესტივალი უკვდავია. არ ვიქნები მე, არ იქნება ჩემი თაობა, მაგრამ ეს ფესტივალი აუცილებლად გაგრძელდება ერთი კუთხე სხვასთან ერთად, რომ ქართული მწერლობა გასცენიურდეს და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მოხდეს. დაჯილდოების ცერემონიამდე მცირე სცენაზე თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი სპექტაკლი გათამაშდა.
ღმერთო, იუმორითა და სევდით გაჯერებული უცნაური ამბავი ისრაელელი დრამატურგის ანა თგოვის პიესის მიხედვით რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა დადგა. ჩვენ სრულიად ახალი ვერსია შევთავაზეთ მაყურებელს. მე მგონი ეს სპექტაკლი არის დიდ სიყვარულზე, დიდ რწმენაზე, იმ ურთიერთობებზე, რომელიც გვაკლია და ღმერთისკენ მობრუნებაზე. თითოეულ მაყურებელს მადლობას ვეთქვი თქვენი ეთერით, ფესტივალს დიდი მადლობა, ოზურგეთს დიდი მადლობა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ესეთ არაჩვეულებრივ ფესტივალს ემსახურება. ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა გამარჯვებულები 12 ნომინაციაში დაასახელა. დღეს ყველა სიახლეს გაეცნობით იმედი News G-ზე, ჩვენ ხვალამდე გემშვიდობით. ნახვამდის.